ყველასთან შვიდობის ახალხებო. აბა როგორ ახართ, როგორ გიკითხოთ, ახლა არის 9:46. აქ ყველაფერი დავრეცხა და ეგრე დავჭერთ და სამზარეულო გადაგრეული დამახვედრეს. გემრიელი მოსტუებელი ყავა. როგორ მინდა ხოლმე ზოგჯერ ვინმე მომიტუღებდეს. როდის გახდება ჩემი გოგო იმხელა რომ მომიტუღოს ხოლმე ყავა. აი მე აქ და გამაგრებთ ახლა. Ai ეს არის რა, აქაც არის და აი ეს დასაფრენი კიდე. ამაზე გავაფრთხე. ქვიგენა. ეს ის სკოლას დაწყებული. თუცად იმავარი ხმა. ჯერ სკოლა დაწყებული და უკვე ვირუსი. Možda bi haru. Amazon'dan gamozlar. Amazon'dan. Alaya. Su döküyorum. Sonuçta kampüde kullanıyoruz. Dias sem controle, tá? Suscita lá. Não, eu lá. Isso é muito bacana. Ciclis მეორე დღე. ხალები ვართ გმირები. ამის აი რაღაცა სცენარის
Which my both my sick and also shoot we actually going to shaman come extra iron it's amazing. Look at that the lunch it's არავწონი ვარვაპირებ რომ თვეში ერთხელ ავიწონო ხოლმე კაიში ამანია ყოველდღე ვიწონებო და აქ ამას ხა თვეში ერთხელ ავიწონო ხო ამ სექტემბერში მოხდება სიგრე დამთავრდა იმიტომ აზრი არ აქვს ამიტომ მაგის მე რა ვიწონო და მე შემდეგ თვეს და ეს ანუ რო დინამიკა ვიცოდი რა. რომ თან ავიწონო როცა დეფიციტში ხარ დინამიკა კლებაა. აღარ ისე დეფიციტში არ უნდა იყო რომ აქ იწვლიდე და იქ ჭამდე არა. ეგრე არა. ნამდვილი დეფიციტში თუ ხარ ყველა ვარიანტში გაგკლება. ნუ რა თქმა უნდა ბოლო კილოგრამზე ნელია, იმიტომ რომ ჩემთვის ახლა უკვე 55-დან ქვემოთ ბოლო კილოგრამია. ხადიო მანდანელია მაგრამ დიდი გუტიში, მაგრამ სად უნდა დავსხდეთ თუ რა ვთქვი? იცით რამზეა? აი მაშა ხარ. ასე დავჭიქი რომ აქეთ ვიყურო. შვიდობის. ისე რა კაია. ასე ყავანი ხალხი ძვებს რო ითქობდა ხოლმე მზეზე ეგრე მსიამოვნებს ახლა აქ შენ. ახლა პირველი ყობა გმერთო.
ანა ვაიმე ჩემ ბებიასთან და მამიდასთან გიყიდია ხმით ვიცანი როგორ გამიხადა მშვიდობაში ჯვარზე ხო ვიცი იმან შენმა მამიდამ მითხრა რომ ჩემებიო ბავშვები სულ გიყურებენ ხოლმეო მას კი გამოგაჩენ შენ ადგილს სათხარ მეთქი არა როგორ ტელეფონში ვარ და ძალიან ლამაზი ქარია როსომ სალამი ნიშობ მარინაში დაგეხარ გიჩვენ მიყიდა უძებას რამდენჯერაც მივედი და რამე ვიყიდა აგერ მიწყვია რაღაცნაირად ვერ მოვირგე არ ვიცი აი კი მომწონს და რაღაცა მაგრამ არ ვიცი ზღვისთვისაც ხო აი რაღაცები ვიყიდა მაგრამ რაღაცა ნიტო ლელა უმშვენიერეს ხარ ჩემო ლამაზი სასწაულად გამოიყურებ ვაიმე დიდი მადლობა ეს გუშინდო გამოვიტრანჭე მელანო სალამი ძვირბატო გთხოვ გაგვაგებინე ახტება ანალიზის ამბებზე თანხას გულისხმობ თუ მოემატა რამე ასევე გულისხმობ არ გადადო შორს ფარისებრის ფუნქციის გაკეთება ჩემი საქმე არ არის ეს დარწმუნებული ვარ რომ ამ გადადებას აქვს მიზეზები მაგრამ შეეცადე რაც მალე დარწმუნდები რომ საშიში არაფერია და ყველაფერი კარგად და მით მალე იქნება მიწად მშვიდად და ბენიად მართალი ხარ ჩემო ძვირბასო ვდებ მიზეზი ისაა რომ ვდებ უაზროდ და სულელურად თანხას რაც შეეხება გენეტიკურ ანალიზას საერთოდ არც ერთი თეთრი იმის მე აღარ ჩარიცხულა რაც არაფერს აღარ ვამბობ მას მე არც ერთი თეთრი აღარ ჩარიცხულა ანუ როცა ბოლო ვთქვი ბოლო ჩაირიცხა მაშინ რო ყოფილიყო რამე აუცილებლად გეტყოდით სამწუხაროდ პირიქით ძალიან დიდი მადლობა ესეთ რამეზე რომ მეკითხები ჩემთელმა ყველაზე მთავარია რომ გაინტერესებს გაღელვებს პირველი ვიყავი თანხა ჩამირიცხე გენეტიკური ანალიზისთვის აიასოს დამავიწყდება ძალიან დიდი მადლობა ხო ფარისებზე უნდა დავრეკო პროსტო ვდებ ამ მაშინია აი ბანალურად ჩხლეტისაც მეშინია ოპერაცია არ მინდა რომ დამჭირდეს მაგამ ბევრზე საერთოდ ფიქრი არ მინდა ვდებ უაზროდ ეს ამაგის მიზეზი დღეს დავრეკავ რამდენი დღე ვარ წარებ ჩვენ თავს და აი დღეს დავრეკავ რამდენი დღე ვაწარებ და ვერ დავაწარებ ლელო მშვიდობიანი დღე საყვარელი ევიტუნა რა საყვარელია მადლობა ჩემო საყვარელო ლელო ირმა ისეთ ლამაზი ხარ და ისე გიხდება სიტყვები ზედმეტია ვაიმე მადლობა ირმა საყვარელო თინათინინი მიყვარ ხარ მადლობა ძირფასო ნანა როგორ გიხდება ხო აი ეს არის ეგ იყო რადგან მეუბნებით 10 ლარიანი ბოდე რომელიც TikTok live-ში გამოვიწერა იყო რაღაცებიაც უფრო მოკლე აღმოჩნდა ვიდრე მეგონა მაგრამ ეს ძალიან კაი იყო მოთხოვა მოყავს სქემა ვინ სნიკერს მოიფიქრა გენიოსია ციცი ამშვიდობისა ჩემო ლამაზო ბედნიერ დღეს გისურვებ ისეთი სიცივეები დაიწყონი ზამთარი მგონია 2 სეზონია მხოლოდ ზაფხული და ზამთარი გაზაფხული და შემდგომა სადღაც დავწერე ეგრეთ შედია ჩემ ბავშვობაში იძახოდნენ ხოლმე გლობალურ დათბობაზე და ესეც რაღაცებზე რომ ესე სწრაფი ტემპერატურის ცვლილებებზე და ანუ რაღაც საშუალებად მეჩვენებოდა რა აი უკვე ახლა ლელა ფიშობლობას გილოცავ ნიქადეს ღვთისმშობელი მარიამის მადლი და ძალა მეც გილოცავთ მოგვიანებით ძვირფასებო გუშინ იყო ყველას
გილოცავთ გვფარავდეს მისი მადლი და ძალა ღვთისმშობელი ჩემთვის ყველაზე დიდი სიწმინდეა ქალებში. ამიტომ ღვთისმშობელია და იმიტომ რომ არ ვიცი. და მაგრამ ძალიან მიყვარს და ჩემთვის ძალიან ძვირფასი პერსონაა. პერსონაც არ არის სწორად ნათქვამი. ხომ მივხვდით. მარიამ მინდა მადლობა ხატიმა გორში. აქაც ძალიან მცხოვრებ გორში. გორი ძალიან კაი ადგილი მგონია საცხოვრებლად, და ვიცი რატო. არასდროს მიცხოვრია და მხოლოდ გავლით ყოფილა. ახლა იმ ყუდროა. ჩდაწერეთ ვაიგრა თუ არა. ყველაფერი მოდის. თბილისთან ახლოსაა. კაი. ასე იდება ყველაფერი დახიან ხოლმე გორისაო. ახლა შემოდგომაზე მით უმეტეს. მისად ლალი ლამაზი დედაშვილი ნინი და ევა მადლობა ძეგო ვინ არის ბონი ინგა ნინი მიყვარხარ მეც მიყვარხარ ჩემო ინგა ჩემო საყვარელო გოგო გიოთა დაბადების დღესო. Roblox როგორ მიყვარს ლერეიდას ფუსფუსი ასე კარგად რომ ხარ ერთმანეთში მიხარია ძალიან კბილი საუბარი აქვს. მადლობა ძებაზო. სამონანინი საყვარელო. ციცი ძამ შილობისანი ჩემო ლამაზი გიოთა დღევანდელ დღეს ღვთისმშობელი მარიამ იყო შენ და შენი ოჯახის მფარველი მადლობა ჩემო ძვირფასო. მოგამადა მომენატრე როგორ ხარ მარიამ კარგად შეგა ფასაყარო ლალი ლამაზი დედაშვილი ნინი და ევა ლელა დილამ შედობისა ჩემი ძვირფასებონი ევა ბონი მიყარხარ თოლელა გოგოც ცდილობს ჩემი მანქანის უკან მანქანის დაყება და ვიყურებ ბაჩო სალამი ნინი ზანგისად მაიცე აწეულიო მადლობა ბაჩო შორენამაც გიხდებათ მაეგრეო არ მიყვარს არა და იმიტომ ავიწიე რომ ისა ახალი დაბანული იყო გაბურძგნული მქონდა იმდენჯერ ჩაჯდა იმდენჯერ გააჩერა იმდენჯერ გაძმოვიდა კიდე ჩაჯდა მე რა არ მოწონს არ ვიცი არ დაეჯახოს ეს შემანქანას ეს უკან კაცია ოჯო ლელუნი მიყვარხარ ლელა იდა კარგი ადამიანი საყვარელია ძალიან ოქტებით ერთმანეთს ციცი არანაირად არ ხარ მკაცრი იდეალური ხარ ბაი მე მადლობა იდეალური რა გითხრა ყველანაირად რავი კაცრი რასაკითხი ამერიკაში იყო და შენ სიმკაცე არ დამინახავს პირიქით სათმის და უკარგესი ადამიანი ხარ მიყვარხარ ჩემო ლამაზო ძალიან გამიხარდა დიდი მადლობა აი ბევრს ვთქვამს რომ ქუჩაში რომ მივდივარ გამომეტყველება მაქვს ალბათ არ ვიცი ეგეთი აბა როგორ უნდა ვიარო ქუჩაში არის ან თუნდაც ვიდეოში კაცრი გვეგონეო ბევრს ვთქვამს ჩემთვის ეგ სხვათა შორის სკოლაშიც ბევრს ვთქვამს ადამიანს რომელიც თავენ არ მიცნობდა პარალელური კლასელი იყო ან რაღაცა ბევრს ვთქვამს რა რომ ისაო
ის რა მკაცრი გვეგონეო რომ გამიცნეს მერე. არ ვიცი რატო, ალბათ იმიტომ პირდაპირი რო ვარ. უხეში ვჩანვარ. არა, კი არ ჩანვარ, უხეშიც ვარ. ანუ პირდაპირ ვიცი თქმა. აფერისტი არა ვარ. ანუ ბინძური ლაპარაკიც არ მიყვარს. მართალი ლაპარაკი მიყვარს, მაგრამ ეგ ხალხს არ მოსწონს, ბევრს არ მოსწონს. ანუ ახეთ როგორი კატეგორიები მოწონთ, ერთი კატეგორია მოწონთ აფერისტები, რომლებიც ერთნი არიან საერთოდ, ერთნი ჩანან და მეორენი არიან სინამდვილეში, რომელსაც შეიძლება წადი შენი დედაო მაყურებელზე იფიქროს და ხო გენაცვალეო უთხრას. ანუ მე არასოდეს მაგას არ გავაკეთებ, ხო გენაცვალეს არასდროს არ ვეტყვი ადამიანს, ვიზეთ სულს ვფიქრობ. ან გავატარებ, ან ვეტყვი რომ სულს ვფიქრობ მასზე, ანუ თუ ჩემ პირად საზღვრებს გადმოლახავს, აუცილებლად ვეტყვი ჩემს აზრს და ეგ არ მოწონს რა, ანუ უხეშად ჩანს. ანუ ნახე, ადამიანები, რომლებიც უყურებენ, სხვა ადამიანები, ვინც თვითონ ბლოგერები არ არიან და ვისაც არ გამოუცდიათ სხვა ადამიანების ჰეითი, ჩემი უხეში პასუხი ყურში ხვდება ცუდად, იმიტომ რომ ადამიანი სანამ არ გამოცდი, უბრალოდ ვერ იგებ რაღაცას, ანუ გონებით იგებ, მაგრამ ანუ აი შენ თავზე რომ გამოცდი, მე სხვანაირად იგებ, ხო ხვდებით როგორ გაგებაზე ვამბობ და ანუ როცა ადამიანს არ შეხებია და თავზე ეს ტალახი არ გადასხმია, არა აქ ეს მომენტი რა, რომ ანუ ვერ ხვდება, რომ შენ რო ამოგასხა და შენ რო უხეშად მიმართე ადამიანს, ეს უკვე მე-1000-ე მსგავსი კომენტარი იყო, რომელიც არ უნდა ყოფილიყო ადამიანებს, რომ ანუ პატივისცემა გქონდეთ ერთმანეთის მიმართ, ხო? მაგრამ იმ ადამიანმა ის 100 კომენტარი ვერ დაინახა და დაინახა რომ ხა რა იყო აქ ისეთი, ხო? ხა ერთხელ გითხრეს, მერე რა, მაგრამ ერთხელ გითხრეზე არ ხდება ეგეთი რაღაცები, ხო ხდები? ძალიან უნდა ამოგასხას, რომ ეგეთი რაღაცა მოხდეს. შესაბამისად, ხო, ანუ მაყურებელს უფრო მოწონს ის ხო შემოგევლე და ხო გენაცვალე ტიპები. ან ასევე მოწონთ ტიპები, რომლებიც მაგრობენ და სიმაგრის გამოხატულებად რაღაცა ვიზუალური ან რაღაცა აუდიო აქვს, ვიზუალურს გულისხმობ, ჩაცმულობა, გარემო, მაკიაჟი, ბრენდები, ან გინებები და ეგეთი, აი ძალიან ჩვენ ყავდა იუთუბერები, რომლებსაც დიდი აუდიტორია ყავდათ, აბსოლუტურად არაფერს არ წარმოადგენენ, სხვების განხილვაში იყვნენ მარტო და გინებაში და ერთი ადგილის თამაშში და კაცებს გულისხმობ ამ შემთხვევაში და ძალიან დიდი აუდიტორია, აუ რა მაგარი ხარ ეუბნებოდა, ანუ და მონტაჟიც ის იყო, გინება და კადრის თამაში წინ და უკან. და სხვების გაშავება და ლანძღვა და თავზე ლაფის დასხმა, რაც ჩემი აზრით საერთოდ არ არის თავსებადი კაცობასთან. რაც ქალობასთან სხვათა შორის. შესაბამისად, რავი, ანუ ან ის კატეგორია მოწონთ, ან ეს კატეგორია მოწონთ და მე შუა კატეგორია ვარ. მე პონტების გამო არ ვიცმევ, არ ვიჭერ პონტებს, პონტებით თავს არ ვაჩენ. ამ შემთხვევაში ადამიანი სხვა არის, სხვა საჩენს, ხო ხდებით, ეს თვით წარმოჩენის გზა არის და ასე არ ვიპოვებ მაგრის სტატუსს. ასევე ხალხს არ ვატყუებ, არ ვემლიქვნელები და ვითომ კეთილი, კარგი და სათნოც არა ვარ. აი რაცა ვარ, ეგა ვარ და 10,000 ჯერ მირჩევნია ეს ჩემი სინამდვილე და 10,000 ჯერ მიმაჩნია ეს ჩემი სინამდვილე სიმაგრეთ და მაღალ დონეთ, ვიდრე რაღაცა პოზებში დგომა და იმის მოტყუება, ვინც არ ვარ და დაბრალება, ხო? მაგრამ ეს რო გაიგოს ადამიანმა, მაგასაც რაღაცა ისჭირდება საფეხური რა, ეგრეა. და ამიტომ არა აქ სიმკაცრეზე არ ვიძახი. შეიძლება ვჩანვარ, არა ეგ პრობლემა, მაგრამ ემას ვიძახი ზოგადად ჩემი რო გაიგოს ადამიანმა რაღაცა საფეხურზე უნდა იყოს თვითონ. იმიტომ რომ შეიძლება დავატრიგერო ძალიან, იმიტომ რომ იმდენად დიდი მიღებულობა მაქვს ჩემი თავის, რომ ვიღაცისთვის ეს ძალიან ტრიგერია, ვისაც სახში არ შეუძლია თავის ცელულიტიანი ფეხების გადმოყარა, მე აუდიტორიის წინაშე შემიძლია. ის ადამიანი ვერ ხდება,
თვითონ რა თავისი მიღება არ შეუძლია და მე რო ამის გამო მლანს ყავს და რო ეზიზღები შეიძლება არ მლანს ყავს და არ ვევასები ამის გამო ვერ ხვდება რა ზუსტად მისნაირებს მინდა რომ საკუთარი თავის მიღებაში დავეხმარო და რომ დავანახო რომ ჩვენი სხეული მშვენიერია ყველანაირი ეს იმას არ ნიშნავს რომ უკეთესისთვის არ ვიშრომოთ вообще ეგრე ეს მიწყობა вообще არ ნიშნავს вообще საერთოდ მაგრამ ჩვენ გვიყვარს ჩვენი თავი ყველანაირი და ვიღებთ ჩვენ თავს ყველანაირს. всё. და მოკლედ რავია ესე. ხალხი შევიდა ესენი დავრეცხო, თორე აი ნერვებზე მაწევს ეგ რა ყავდა. რატო უნდა მეწეს, მაგრამ რავი. მოდი საკეთია. ბერდები ხალხო. ვიდეო მაგასაკეთებელია ხალხო უნდა. აი გუნა გავაკეთე სანამ ტურკის წინავს. ჩაჯი ჩემოსიყვარულო. ой, დიდი გუთიში მაგრამ სად უნდა დავსხდეთ თო რა ვთქვი. იცით რამზეა? აი მაშახე. ასე დავჭიქი რომ აქეთ ვიყურო. შვიდობის. ოვიზე რა კაია. ასაკოვანი ხალხი ძვებს რო ითქობდა ხოლმე მზეზე ეგრე მსიამოვნებს ახლა აქში. ახლა პირველი ყობა მომეთონ. ანა ვაიმე ჩემ ბებიასთან და მამიდასთან გიყიდია ხმით ვიცანი როგორ გამიხადა მშვიდობაში ჯვარზე ხო ვიცი იმან შენმა მამიდამ მითხრა რომ ჩემებიო ბავშვები სულ გიყურებენ ხოლმეო მას კი გამოგაჩენ შენ ადგილს სათხარ მეთქი არა როგორ კაი ფორმაში ვარ და ძალიან ლამაზი ქალია Русом. Салами ნიშობ მარინაში დაგეხარ იჩო მიყიდა. უძებას რამდენჯერაც მივიდა რა მევიყიდა, აგერ მიწყვია. რაღაცნაირად ვერ მოვიდგე, არ ვიცი. არ ვიცი. აი კი მომწონს და რაღაცა, მაგრამ არ ვიცი. ზღვისთვისაც აი რაღაცა მივიყიდა, მაგრამ რაღაცა ნიტო. ლელა, მშვენიერეს ხარ ჩემო ლამაზ, სასწაულად გამოიყურებენ, მე დიდი მადლობა. ეს გუშინდო გამოვიტრანჭე. მელანა სალამი ძვირბაზო. გთხოვ გაგვაგებინე ახტება ანალიზის ამბებზე. თანხას გულისხმობ თუ მოემატა რამე. ასევე გულისხმობ არ გადადო შორს ფარისებრის ფუნქციის გაკეთება. ჩემი საქმე არ არის ეს დარწმუნებული ვარ რომ ამ გადადებას აქვს მიზეზები. მაგრამ შეეცადე რაც მალე დარწმუნდები რომ საშიში არაფერია და ყველაფერი კარგად და მით მალე იქნება მიწად მშვიდად და ბენიად. მართალი ხარ ჩემო ძვირბაზო. ვდებ. მიზეზი ისაა რომ ვდებ უაზროდ და სულელურად. თანხას რაც შეეხება გენეტიკურ ანალიზებს, საერთოდ არც ერთი თეთრი იმის მე აღარ ჩარიცხულა, რაც არაფერს აღარ ვამბობ, მას მე არც ერთი თეთრი აღარ ჩარიცხულა. ანუ როცა ბოლო ვთქვი, ბოლო ჩაირიცხა მაშინ რო ყოფილიყო რამე აუცილებლად გეტყოდით. სამწუხაროდ. პირიქით ძალიან დიდი მადლობა ესეთ რამეზე რომ მეკითხები. ჯამთელობა ყველაზე მთავარია და გაინტერესებს გაღელვებს პირველი ვიყავ ვინც თანხა ჩამირიცხე გენეტიკური ანალიზისთვის
არასდროს დამავიწყდება, ძალიან დიდი მადლობა. ხო, ფარისებზე უნდა დავრეკო, просто ვდებ. ამ მაშინია. აი ბანალურად ჩხლეტისაც მეშინია, ოპერაცია არ მინდა რომ დამჭირდეს. მაგამ ბევრზე საერთო ფიქრი არ მინდა, ვდებ უადროდ. ეს ამორის მიზეზი. დღეს დავრეკავ. რამდენი დღე ვარ წარებ ჩვენ თავს, აი დღეს დავრეკავ. რამდენი დღე ვაძარებ და ვერ დავაძარებ. ლელო, მშვიდობიანი დღე საყვარელი ევიტუნა, რა საყვარელია, მადლობა. ჩემო საყვარელო ლელო. ირმა ისეთ ლამაზი ხარდა ისე გიხდება სიტყვები ზედმეტია. ვაიმე, მადლობა ირმა საყვარელო. თინათინინი მიყვარხარ. მადლობა ძირფასო ნანა როგორ გიხდება, ხო აი ეს არის ეგ იყო, რადგან მეუბნებით 10 ლარიანი ბოდე, რომელიც TikTok live-ში გამოვიწერა. იყო რაღაცა ბიაც. უფრო მოკლე აღმოჩნდა ვიდრე მეგონა. მაგრამ ეს ძალიან კაი იყო. მოდელობა მოყავს სქემა. ვინ სნიკერსი მოიფიქრა. გენიოსია. ციცი ამშვიდობისა ჩემო ლამაზო. ბედნიერ დღეს გისურვებ ისეთი სიცივეები დაიწყონი, ზამთარი მგონია 2 სეზონია მხოლოდ ზაფხულია, ზამთარი გაზაფხულია შემოდგომა სადღაც დავწერე. ეგ რაც შედია. ჩემ ბავშვობაში იძახოდნენ ხოლმე გლობალურ დათბობაზე და ესეც რაღაცები, რომ ესე სწრაფი ტემპერატურის ცვლილებებზე და ანუ რაღაც საშუალებები მეჩვენებოდა რა. აი, უკვე ახლა. ლელა, ხიშობლობას გილოცავ ნიქარდეს, ხიშობელი მარიამის მადლი და ძალა. მეც გილოცავთ მოგვიანებით ძვირფასებო გუშინ იყო. ყველას გილოცავთ გვფარავდეს მისი მადლი და ძალა, ღვთისმშობელი ჩემთვის ყველაზე დიდი სიწმინდეა ქალებში. ამიტომ ღვთისმშობელია და იმიტომ რომ არ ვიცი. და მაგრამ ძალიან მიყვარს და ჩემთვის ძალიან ძვირფას პერსონაა. პერსონაც არ არის სწორად ნათქვამი. ხომ მივხვდი. მარიამ მინდა მაგალითად ხაჭიმა გორში აქაც ძალიან მცხოვრებ გორში. გორი ძალიან კაი ადგილი მგონია საცხოვრებლად, და ვიცი რატო. არასდროს მიცხოვრია და მხოლოდ გავლით ყოფილა. რაღაცა მყუდროა. ამ ჩატაეთა ვაიგრათ ვარა. ყველაფერი მოდის. ვესან ახლოსაა. ოკეი. ასე ედება ყველაფერი ნახიან ხოლმე. გოისაო. ეხლა შემოდგომაა მით უმეტეს. შესაბამისად ლალი ლამაზი დედაშვილი ნინი და ევა მადლობა ძიებო ვინ არის ბონი ინგა ნინი მიყვარხარ მეც მიყვარხარ ჩემო ინგა ჩემო საყვარელო გოგო გიოთავ დაბადების დღესო. Roblox როგორ მიყავს ლერეიდას ფუსფუსი ასე კარგად რომ ხარ ერთმანეთში მიხარია ძალიან კბილი საუბარი აქვს. მადლობა ძიებასო. თამონანინი საყვარელო.
ვიცით რომ მშვიდობისა ნიჩემო ლამაზი გილოთა დღევანდელ დღეს ღვთისმშობელი მარიამი იყო შენი და შენი ოჯახის მფარველი მადლობა ჩემო ძვირფასო მიგამადო მომენატრე როგორ ხარ მარიამ კარგად შეგა საყვარელი ლალი ლამაზი დედაშვილი ნინი და ევა ლელა დილამ მშვიდობისა ჩემო ძვირფასებო ევა ბონი მიყარ ხართო ლელა გოგო ცდილობს ჩემი მანქანის უკან მანქანის დაყება და ვიყურებ ბაჩო სალამინი ზანგისად მაიცი აწეულიო მადლობა ბაჩო შორენამაც გიხდება თმა ეგრეო არ მიყვარს არა და იმიტომ ავიწიე რომ ისა ახალი დაბანული იყო გაბურძგნული მქონდა იმდენჯერ ჩაჯდა იმდენჯერ გააჩერა იმდენჯერ გაძმოვიდა კიდე ჩაჯდა მე რა არ მოწონს არ ვიცი არ დაეჯახოს ეს შემანქანას ეს უკან გაწია ოჩო ლელუნინი მიყარ ხარ ლელა იყო კარგი ადამიანი საყვარელია ძალიან ოქტებით ერთმანეთს მადლობა ციცი არანაირად არ ხარ მკაცრი იდეალური ხარ მე მადლობა იდეალური რა გითხრა ყველანაირად რავი კაცრი რასაკითხი ამერიკელები ყოდა ჩემს სიმპათია არ დამინახავს პირიქით სათმო და უკარგესი ადამიანი ხარ მიყვარხარ ჩემო ლამაზო ძალიან გამიხარდა დიდი მადლობა აი ბევრს ვთქვამს რომ ქუჩაში რომ მივდივარ გამომეტყველება მაქვს ალბათ არ ვიცი ეგეთი აბა როგორ უნდა ვიარო ქუჩაში ან თუნდაც ვიდეოში კაცრი გვეგონეო ბევრს ვთქვას ჩემთვის ეგ სხვათა შორის სკოლაშიც ბევრს ვთქვამს ადამიანს რომელიც თავენ არ მიცნობდა ამ პარალელური კლასელი იყო ან რაღაცა ბევრს ვთქვამს რა რომ ისაო აი ძალიან კაცრი გვეგონეო რომ გამიცნეს მერე არ ვიცი რატო ალბათ იმიტომ პირდაპირი რო ვარ უხეში ვჩანვარ არა კი ამ ჩანვარ უხეშიც ვარ ანუ პირდაპირ ვიცი თქმა აფერისტი არა ვარ ანუ ბინძური ლაპარაკიც არ მიყვარს მართალი ლაპარაკი მიყვარს მაგრამ ეგ ხალხს არ მოსწონს ბევრს არ მოსწონს ანუ ახეთ როგორი კატეგორიები მოწონთ ერთი კატეგორია მოწონთ აფერისტები რომლებიც ერთნი არიან საერთოდ ერთნი ჩანან და მეორენი არიან სინამდვილეში რომელსაც შეიძლება წადი შენ დედაო მაყურებელზე იფიქროს და ხო გენაცვალეო უთხრას ანუ მე არასოდეს მაგას არ გავაკეთებ ხო გენაცვალეს არასდროს არ ვეტყვი ადამიანს ვიზეც სულს ვფიქრობ ან გავატარებ ან ვეტყვი რომ სულს ვფიქრობ მასზე ანუ თუ ჩემ პირად აზრებს გადმოლახავს აუცილებლად ვეტყვი ჩემს აზრს და ეგ არ მოწონს რა ანუ უხეშად ჩანს ანუ ნახე ადამიანები რომლებიც უყურებენ სხვა ადამიანები ვინც თვითონ ბლოგერები არ არიან და ვისაც არ გამოუცდიათ სხვა ადამიანების ჰეითი ჩემი უხეში პასუხი ყურში ხდება ცუდად იმიტომ რომ ადამიანი სანამ არ გამოცდი უბრალოდ ვერ იგებ რაღაცას ანუ გონებით იგებ მაგრამ ანუ აი შენ თავზე რომ გამოცდი მე სხვანაირად იგებ ხო ხვდებით როგორ გაგებაზე ვამბობ და ანუ როცა ადამიანს არ შეხებია და თავზე ეს ტალახი არ გადასხმია არა აქ ეს მომენტი რა რომ ანუ ვერ ხვდება რომ შენ რო ამოგასხა და შენ რო უხეშად მიმართე ადამიანს ეს უკვე მე-1000-ე მსგავსი კომენტარი იყო რომელიც არ უნდა ყოფილიყო ადამიანებს რომ ანუ პატივისცემა გქონდეთ ერთმანეთის მიმართ ხო მაგრამ იმ ადამიანმა ის 100 კომენტარი ვერ დაინახა და დაინახა რომ ხა რა იყო აქ ისეთი ხო ხა ერთხელ გითხრეს მე რა მაგრამ ერთხელ გითხრეზე არ ხდება ეგეთი რაღაცები ხო ხდება ძალიან უნდა მოგასხას რომ ეგეთი რაღაცა მოხდეს შესაბამისად ხო ანუ მაყურებელს უფრო მოწონს ის ხო შემოგევლე და ხო გენაცვალე ტიპები ან ასევე მოწონთ ტიპები რომლებიც მაგრობენ და სიმაგრის გამოხატულებად რაღაცა ვიზუალური ან
რაღაცა აუდიო აქვს, ვიზუალურს გულისხმობ, ჩაცმულობა, გარემო, მაკიაჟი, ბრენდები, ან გინებები და ეგეთი, აი ჩვენ ყავდა იუთუბერები, რომლებსაც დიდი აუდიტორია ყავდათ, აბსოლუტურად არაფერს არ წარმოადგენენ, სხვების განხილვაში იყვნენ მარტო და გინებაში და ერთი ადგილის თამაშში და კაცებს გულისხმობ ამ შემთხვევაში და ძალიან დიდი აუდიტორია, აუ რა მაგარი ხარ ეუბნებოდა, ანუ და მონტაჟიც ის იყო, გინება და კადრის თამაში წინ და უკან. და სხვების გაშავება და ლანძღვა და თავზე ლაფის დასხმა, რაც ჩემი აზრით საერთოდ არ არის თავსებადი კაცობასთან. არც ქალობასთან სხვათა შორის. შესაბამისად, რავი, ანუ ან ის კატეგორია მოწონთ, ან ეს კატეგორია მოწონთ და მე შუა კატეგორია ვარ. მე პონტების გამო არ ვიცმევ, არ ვიჭერ პონტებს, პონტებით თავს არ ვაჩენ. ამ შემთხვევაში ადამიანი სხვა საჩენს, ხო ხდებით, ეს თვით წარმოჩენის გზა არის და ასე არ ვიპოვებ მაგრის სტატუსს. ასევე ხალხს არ ვატყუებ, არ ვემლიქვნელები და ვითომ კეთილი, კარგი და სათნოც არა ვარ. აი რაცა ვარ, ეგა ვარ და 10,000 ჯერ მირჩევნია ეს ჩემი სინამდვილე და 10,000 ჯერ მიმაჩნია ეს ჩემი სინამდვილე სიმაგრეთ და მაღალ დონეთ, ვიდრე რაღაცა პოზებში დგომა და იმის მოტყუება, ვინც არ ვარ და დამბრალება, ხო? მაგრამ ეს რო გაიგოს ადამიანმა, მაგასაც რაღაცა ისჭირდება საფეხური რა, ეგრეა. და ამიტომ არა აქ სიმკაცრეზე არ ვიძახი. შეიძლება ჩანვარ არა ეგ პრობლემა, მაგრამ ემას ვიძახი ზოგადად ჩემი რო გაიგოს ადამიანმა რაღაც საფეხურზე უნდა იყოს თვითონ. იმიტომ რომ შეიძლება დავატრიგერო ძალიან. იმიტომ რომ იმდენად დიდი მიღებულობა მაქვს ჩემი თავის, რომ ვიღაცისთვის ეს ძალიან ტრიგერია, ვისაც სახში არ შეუძლია თავის ცელულიტიანი ფეხების გადმოყარა, მე აუდიტორიის წინაშე შემიძლია. ის ადამიანი ვერ ხდება. თვითონ რომ თავისი მიღება არ შეუძლია და მე რო ამის გამო მლანძღავს და რო ეზიზღები, შეიძლება არ მლანძღავს და არ ვევასები ამის გამო, ვერ ხდება, რომ ზუსტად მისნაირებს მინდა რომ საკუთარი თავის მიღებაში დავეხმარო და რომ დავანახო რომ ჩვენი სხეული მშვენიერია, ყველანაირი. ეს იმას არნიშნავს, რომ უკეთესისთვის არ ვიშრომოთ. ვაფშე ეგრე ეს მიწყობა, ვაფშე არ ნიშნავს. ვაფშე საერთოდ. მაგრამ ჩვენ გვიყვარს ჩვენი თავი ყველანაირი და ვიღებთ ჩვენ თავს ყველანაირს. всё. და მოკლედ რავია ესე. ხანა შევიდა ესენი დავრეცხო, თორე აი ნერვებზე მაწევს ეგ რა ყავდა. რატო უნდა მეწეს, მაგრამ რავი. მოდი საკეთია. ბერდები ხალხო. ვიდეო მაგასაკეთებელია ხალხო უნდა. აი გუნა გავაკეთე სანამ ტურკის წინავს. ჩადი ჩემო სიყვარულო.